და ჩვენ ახლა შემოგვერთდება უკვე ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი, მასთან ერთად ვისაუბრებთ როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ მძიმე პოლიტიკურ ვითარებაზე, ასევე საერთაშორისო კონტექსტზე, რომელიც ასევე შიდა მდგომარეობის პარალელურად ყოველდღიურად სულ უფრო მძიმდება. ნინო, მოგესალმებით და მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ წინა ეთერის შემდეგ როდესაც ვსაუბრობდით, რომ აი ასე რაღაც ეტაპობრივად საით მიდის ქართული ოცნება და როგორ მძიმდება ყოველდღიურად სიტუაცია, დღეს კიდევ უფრო მძიმე ვითარება. ანუ უკვე ყოველდღიურად, კი არა, ყოველ საათობრივად მივდივართ იქეთ, სადაც ბიძინა ივანიშვილს მიყავს ეს ქვეყანა და ამაზე მიუთითებს თუნდაც ეს დაკავებები, რასაც ბოლო 2 დღის განმავლობაში ვხედავთ. თითქოს შთაბეჭდილება იქნება, რომ აი რუსეთზე და ბელორუსზე, რასაც უყვებოდით ხოლმე, ახლა იგივეს ვყვებით ჩვენ ჟურნალისტები და თქვენც საკუთარ თავებზე. ეს რა ეტაპია და საერთოდ რა რეალობაში ვართ, ნინო? მოგესალმებით, თამარ. მე მგონია, რომ ეს ის ეტაპია, რომელსაც პრინციპში ყველა ველოდით და არა მხოლოდ ველოდით, არამედ ამაზე დიდი ხანია ყველა ვსაუბრობთ და დასტურია იმის, რომ როდესაც ჩვენ თვეების და წლების წინაც პრინციპში საუბრობდით, რომ საქართველოს ბელორუსიზაციის გზას ადგას, ეს არ იყო რაღაც უტრირებული ცაშიში სცენარის დახატვის მცდელობა და ილუზიების შექმნა, არამედ ობიექტურად მე პირადად და ჩემი ყველა კოლეგა ამ სიტყვებს, ტერმინებს იმ მიზნით იყენებდა, რომ საზოგადოება მზად ყოფილიყო. ხა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე უნდა შევაშინოთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ხო, ამისთვის ვაკეთებთ სცენარების ანალიზს და ამისთვის გვეპატიჟებით თქვენ ამ სტუდიაში, ხო, რომ ადამიანებს ჩვენი ხედვით დავანახოთ ის, რა რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან ხვალ, ზეგ და მაზეგ. თუ ჩვენ ამ სცენარში შევცდებოდით, მე მხოლოდ გამიხარდებოდა მე თქვა, რომ მიღალატა კომპეტენციამ და საღმა აზრმა და გაცილებით უკეთესი სცენარი განვითარდა და სიამოვნებით დავუთმობდი იმ ხალხს ასპარეს, ვინც თქვათ უკეთეს სცენარს ხატავს, თუმცა ასეთიც ბევრი არ არის და ვინც არის, ისიც ალბათ არ არის ბოლომდე კეთილსინდისიერი, იმიტომ რომ შესაძლოა ბევრი ამბობს, რომ არ ვიცი, გაცვთა, არ უნდა ვხედავდეთ ყველაფერში ამ რუსებს, არ უნდა ვხედავდეთ ყველაფერში რაღაცა უფრო შორს მიმავალ ცუდ გეგმებს. ეს არის რუსული გეგმა და ასევე თავს მოვალეთ ვთვლით ყველა, ვინც ამ საკითხში მეტნაკლებად ჩახედული ვართ და ვთვლით, რომ ჩახედული ვართ, რომ ყველას ვუთხრათ, რომ ეს არის რუსული გეგმა, ეს არ არის ივანიშვილის დაწერილი სახელმძღვანელო, ეს არ არის კობახიძის მიერ შექმნილი რაღაც სცენარი, ეს არის აპრობირებული თანამედროვე ავტორიტარების და თანამედროვე დიქტატორების მიერ ძალიან მკაფიოდ გაწერილი და მრავალგზის დაცდილი სცენარი და გეგმა, რომელიც ახლა საქართველოში უბრალოდ ხორციელდება რუსული უსაფრთხოების და სპეცსამსახურების აბსოლუტურად კორექტირების გარშემო სპეცსამსახურების ქვედანაყოფის მიერ, რომელსაც სათავეში ადგილზე აქ უდგას ივანიშვილი და ვიღაცაები ეხმარებიან რუსეთიდანაც, რომლებიც შესაძლოა სხვადასხვა პროპაგანდისტულ ტერმინს უკორექტირებენ, მაგრამ ძალაუფლების კონსოლიდაცია როგორ მოახდინოს, ანუ როგორ დაიმონოს ქართული საზოგადოება, როგორ შეაშინოს ქართული საზოგადოება, როგორ იბატონოს მასზე, ეს არის არსებული მეთოდები, რომელსაც ის საქართველოში ძალიან ეფექტურად იყენებს და მან სწორედ ამ მიზნით დაანონსა თავის დროზე და განახორციელა საბოლოო ჯამში ეს ეგრეთ წოდებული რუსული კანონი. ამით სწორედ ბოლო მათ მიერ მიღებული რეპრესიული კანონების მიზანი და მიზანშეწონილობაც მდგომარეობდა სწორედ იმაში, რომ თუ ივანიშვილს 2012 წლიდან 2022 წლამდე, ვთქვათ, დაჭირდა იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება შეძლებოდა, ანუ მას დაექვემდებარებინა ერთი ვერტიკალისთვის სახელმწიფო ინსტიტუტები და ცალკეული რგოლები, ახლა მან მოახდინოს იმ დარჩენილი თავისუფალი სივრცის ამოქოლვა, არ ვიცი სწორ სიტყვას ვამბობ თუ არა, რომლებიც ჯერ კიდევ დარჩენილია, ხო? ეს არის მედიის პატარა ნაწილი, მცირე ნაწილი, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების მცირე ნაწილი და ეს არის პოლიტიკური პარტიების მცირე
მცირე ნაწილი, რომლებიც ეს სამივე რგოლი მაქსიმალურად უკვე დაასუსტა და პრინციპში გატეხა წელში მთელი ამ წლების განმავლობაში, იმიტომ რომ მიტაცებულ სახელმწიფოში ამ რგოლებს პრაქტიკულად ეფექტურად ფუნქციონირება არ შეუძლიათ, მაგრამ ის დარჩენილი თავისუფალი სიტყვა თუ კრიტიკული სიტყვა, სადაც შეიძლება რამე ფორმით ისმოდეს და ვინმე ბედავდეს, სადმე რამ კორუფცია გამოაშკარაოს თუ იქ რაღაც სხვა ალტერნატიული პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნას, ის ყველა ხრელი ახლა უნდა დაიხუროს. დაიხუროს იმიტომ რომ და ისევ იმის გამო რომ მართლები ვიყოთ ჩვენ თავთანაც და საზოგადოებასაც უნდა ითქვას რომ იმისთვის რომ როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება ეს ქვეყანა მთლიანად დაპატრონებული მიართვას მის ბატონს. მიართვაში გულისხმობ არა იმას, რომ თვითონ აქ ხეირს ვერ ნახოს. რასაკვირველია, მას საქართველოს ჭირდება თავის კონკრეტული ბიზნეს ინტერესებისთვის და თავისი ფინანსური კეთილდღეობისთვის სავაჭროდ და ასევე თავისი გარანტიების მოსაპოვებლად სამომავლოდ. მაგრამ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოს კონტროლის შენარჩუნება რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მას პრაქტიკულად ხელიდან გაექცა აზერბაიჯანი და სომხეთი, რომელიც მათი უპირობო გავლენის სფერო იყო მთელი ამ წლების განმავლობაში, მაშინ ჯერ კიდევ როცა საქართველოს აქედან მოაღწია თავის დაღწევა. ახლა ეს სურათი მთლიანად შეცვლილია, ანუ მას პრაქტიკულად კავკასიის რეგიონში საყრდენი აღარ რჩება და მას სატრანზიტო დერეფნის კონტროლის ბერკეტები ჭირდება. ამის საუკეთესო გეოგრაფიული და პოლიტიკური შესაძლებლობა არის თუ ის აკონტროლებს თბილისში, ვინ აკონტროლებს თბილისს, იმას თუ აკონტროლებს შესაბამისად. ამიტომ აი ამ სცენარისთვის უმზადებს საქართველოს ივანიშვილი, ეს არის ძალიან დიდი ხნის წინ დაწყებული პროცესი. ჩვენ ახლა რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ მოდი ახლა დავიჩემებთ, რომ ყველგან რუსეთია, სიმართლეს უნდა თვალი გავუსწოროთ და უნდა რაღაცნაირად ყველაფერს თავის სახელით დავარქვათ, იმიტომ რომ თუ არ დავარქვით, ძალიან კიდევ ბევრ წელს დაკარგავს ეს საზოგადოება, რომ რეალობიდან გამოვიდეს. კი, აუცილებლად მაინტერესებს თუ არის აქ და რა ტიპის გამოსავალზე შეიძლება იყოს საუბარი, მაგრამ ნინო ის რაც თქვენ აღწერეთ, რაც ხდება ქვეყნის შიგნით და როგორ მიდის რუსული სპეცსამსახურების სცენარით ყველაფერი, იგივე რუსული სპეცსამსახურების სცენარია ის რაც ხდება თუნდაც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან თუ დიპლომატებთან დაკავშირებით, ხო? როდესაც ჩვენ ნახეთ, რომ გერმანიამ გაიწვია ელჩი და აი ესეც მინდა რომ შეაფასოთ, რას ნიშნავს, როდესაც ქვეყანა იღებს მსგავს გადაწყვეტილებას. დღეს ჩვენ ვისმენდით შალვა პაპუაშვილის განცხადებებს, რომ თურმე ელჩი იმიტომ გაიწვიეს, რომ მას ჰქონდა რაღაც არაკორექტული დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებისადმი და რომ ამ ელჩის პირობებში ჩვენი ურთიერთობა 30 წლიანი თურმე ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოიწია. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მათ შორის მისი პირველი პირის ხმით და სიტყვებით და ხელწერით ძალიან მკაფიოდ განმარტავს თავის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებით და თავიანთ გზავნილებს სრულად არაურაზროვნად აჟღერებს. ამიტომ პაპუაშვილის ინტერპრეტაცია ამ საკითხს არ ჭირდება. ისინი თვითონ ამბობენ, რას რატომ აკეთებენ ძალიან გასაგებად და ბევრ ენაზე. ამიტომ გადათარგმნა ქართული საზოგადოებისთვის სინამდვილეში რა იგულისხმეს, ამის საჭიროება არ დგას. მათ თქვეს, რომ საქართველო არ იქცევა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს ევროპული ქვეყანა. მათ თქვეს, რომ ელჩზე თავდასხმები არის არა ელჩზე თავდასხმები, არამედ გერმანიაზე თავდასხმა და ევროპის გაერთიანებაზე თავდასხმა, ევროპულ ღირებულებებზე თავდასხმა და ამიტომ ჩვენს ელჩს დიპლომატიური ენით მან არაფერი ესაქმება. აქ საუბარი კონკრეტულად პეტერ ფიშერზე კი არ არის, აქ საუბარია იმაზე, რომ დიპლომატიურ ურთიერთობებში უმაღლესი რანგის წარმომადგენელი არ უნდა არსებობდეს ადგილსამყოფელ ქვეყანაში, თუ იმ ქვეყნის მიმართ პოლიტიკური დამოკიდებულება იცვლება. და ეს პოლიტიკური დამოკიდებულება შეცვლილია, ეს პოლიტიკური დამოკიდებულების ცვლა განაპირობა ივანიშვილის პრორუსულმა პოლიტიკამ. განაპირობა ივანიშვილის იმ ქვეყანასთან უშუალოდ სამართლებრივად თუ პოლიტიკურად თანამშრომლობამ, რომელიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება. განაპირობა ივანიშვილის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ, რომ საქართველო ჩამოაშოროს ევროპის კავშირს და ამით ევროპას შეუქმნას უსაფრთხოების პრობლემები. იმიტომ რომ ის პირდაპირ დაკავშირებულია იმ ქვეყნის ინტერესებთან, რომელიც გამოცხადებულია დღეის მდგომარეობით პირდაპირ მტრად ევროპული უსაფრთხოებისთვის და ევროპული ღირებულებებისთვის. ამიტომ ეს არის საპასუხო რეაქცია. რასაკვირველია, ფორმალურად ეს უმძიმესი საყურებელია, იმიტომ რომ ჩვენ ახლა დე-ფაქტო გადავდივართ ცივი ომის რეჟიმში. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ დასავლეთმა თქვა ევროკავშირის წევრი ქვეყნის
ელჩის გაწვევა ხდება პირველად. ასეთი უკრაინაზე ვიცით, მაგრამ წევრმა სახელმწიფოებმაც მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება. ეხლა გერმანია ასეთ გადაწყვეტილებას არ იღებს კოლეგებთან კონსულტაციების გარეშე, ეს გავს საერთო ევროპულ პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებით. ამ ეტაპზე ეს გამოვლინდა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოკავშირის ფორმით. გერმანია საქართველოს არა მხოლოდ ტრადიციული და ისტორიული მოკავშირეა, არამედ ჩვენ გერმანია არის ჩვენი სავაჭრო პარტნიორი და ორმხრივ ურთიერთობებს ან ბილატერალურად არის ძალიან დიდი საყრდენი. გერმანიას აქვს უზარმაზარი ფინანსური, მატერიალური და არამატერიალური ინვესტიცია განხორციელებული საქართველოს განვითარებისთვის, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის, საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარებისთვის, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ასე შემდეგ, ეკოსისტემის განვითარებისთვის, ასე შემდეგ. ანუ ეს არის განაცხადი, რომ საქართველოს ამ შემთხვევაში უდიდესი ხარდამჭერი თუ რაღაცნაირი გამამყარებელი საქართველოს მომავალი ეკონომიკის დღეს აღარ უდგას გვერდში. და პოლიტიკურად ეს არის ძალიან მძიმე მისაღები, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, არასდროს საქართველოს ისტორიაში და მოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ აქედან ელჩი დემონსტრაციულად გაიწვიოს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გადავდივართ ცივი ომის რეჟიმში და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შესაბამისად ისტორიული კონტექსტით ზუსტად ის გვექმნება, რასაც ცივი ომის ურთიერთპირობები და ურთიერთობები მოიაზრებს. ანუ ჩვენ ელჩები კი აღარ გვეყოლება ერთმანეთთან სასაუბროთ. და ოფიციალური წარმომადგენლები, არამედ ეს იქნება დაძაბული და მტრული ურთიერთობა, რომელიც ახლა სახელმწიფო მეთაურებს შორის de facto აი ამ მტრულ რეჟიმში გადასვლა და ის ფონი, ის გამძაფრებული რეპრესიები, რაც არის დღეს ქვეყანაში, აი ეს არის ყველაფერი, აი ამ სურათის ფონზე ლუქსემბურგში იკრიბებიან დღეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები, ჩვენ იქვე ლუქსემბურგიდანაც მოვისმინეთ, სწორედ გერმანიის პირველი დიპლომატის განცხადება, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ლიდერების და ისინი მკაფიოდ ამბობენ, რომ ხო, საქართველოს ხელისუფლების გეზი, ნაბიჯები, მისი პოლიტიკა არ არის ის პოლიტიკა, რაც ევროკავშირამდე მიიყვანს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ამავე დროს არ არის ის გზა და პოლიტიკა, რომელიც აირჩია საქართველოს მოქალაქეების უდიდესმა ნაწილმა. ახლა რა დილემის წინა შედგას ევროკავშირი, როგორი უნდა იყოს პასუხი ერთის მხრივ ქართული ოცნებისთვის, ისე რომ არ დაზიანდნენ საქართველოს მოქალაქეები. ამ დილემას ძალიან სერიოზულად უყურებენ ჩვენი პარტნიორები და ამის დასტურია ის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი ყოველ დღე სულ უფრო მეტ სიფხიზლეს იჩენდნენ და ხვდებოდნენ, რომ ივანიშვილი ის კაცი არ არის, ვინც ეგონათ რო არის. მაგრამ მიუხედავად ამისა, მის რეჟიმთან თუ ხელისუფლებასთან სიფრთხილეს იჩენდნენ, სწორედ იმიტომ, რომ არ დაზიანებული იყოს ქართული სახელმწიფოს ინტერესები, ქართული ხალხის ინტერესები და საქართველოს პროევროპული გზა. მაგრამ რაღაც ეტაპზე მივიდნენ იმ წითელ ხაზებამდე, როდესაც მხოლოდ ცალმხრივი თამაში უბრალოდ ვეღარ აკმაყოფილებს იმ მიზანს, რომელსაც ეს ურთიერთობა უნდა აკმაყოფილებდეს. მაგრამ ძალიან ინტენსიურად ფიქრობენ დედაქალაქები იმაზე, როგორ დაეხმარონ ქართულ ხალხს ისე, რომ ამავდროულად არ მიანიჭონ ლეგიტიმაცია იმ რეჟიმს, რომელიც არ არის ლეგიტიმური, იმიტომ რომ ის არ წარმოადგენს ქართულ ხალხს, ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ხაზგასაზმელი, რომ ისინი ივანიშვილის რეჟიმს მოიხსენიებენ როგორც რეჟიმს და როგორც ერთეულს, რომელიც არ სარგებლობს სახალხო წარმომადგენლობით, იმიტომ რომ ეს ფაქტობრივი მოცემულობაა ასეთი. მაგრამ ამავდროულად გარდამავალ პერსპექტივაში, ვინაიდან de facto ეს ადამიანი იძულებით დაპატრონებულია და უზურპირებული აქვს ძალაუფლება, დაპატრონებულია ქვეყანას, მათი პოლიტიკა თუ სტრატეგია გადააწყონ იმგვარად, რომ უფრო ინტენსიური ურთიერთობები დაიწყონ სამეზობლოსთან, სადაც არის ამის პოლიტიკური ნება, რაც წლების განმავლობაში არ იყო, მაგრამ ახლა არის, აი ამ გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე. და შემდგომ აი ამ თვალსაზრისით საქართველოს ცოტა იზოლაციაში მოაქციონ, იმიტომ რომ საქართველოს შემდგომ სხვა გამოსავალი აღარ ექნება, გარდა იმისა, რომ აი ამ რეგიონულ კონტექსტში თვითონაც ჩაჯდეს, იმიტომ რომ
ევროპაში და ჩვენც უნდა გვესმოდეს საქართველოს რა ვიცი რუკასევიდან რომ დავხედოთ საქართველოს ამოწყვეტილად ვერ ფუნქციონირებს საერთაშორისო ეკოსისტემიდან. ის ვერ იქნება რუსეთის იმედზე, ის ვერ იქნება ჩინეთის იმედზე, ის ვერ იქნება დიქტატორული რეჟიმების იმედზე, სადაც იმ თავითვე არ არის საქართველოს როგორც პრიორიტეტი დღის წესრიგში. საქართველოს განვითარება არც ჩინელებს ადარდებთ და არც კორეას აინტერესებს და არც ირანს აინტერესებს და არც მით უმეტეს რუსეთს არ აინტერესებს. ნეტა აინტერესებდეს და მაშინ კარგი ურთიერთობები გვექნებოდა, მაგრამ ეს არ არის მისი ინტერესი. და აი ამ ვითარებაში საქართველოს რომელსაც პრაქტიკულად საკუთარი რესურსი არ აქვს და ლარის კურსი უჭირავს იმით, რომ ყოველდღიურად უნდა რაღაც ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი ინტერვენციები აკეთოს და ჩვენივე დანაზოგი გამოუშვას ბაზარზე იმისთვის, რომ ლარის კურსი მეტნაკლებად გაამყაროს და მაინც ვერ იჭერს სამაგეროდ მილიონებს და ოქროს ზოდებს იღებენ აგერთავიათ საკუთარ სეიფებში. კი, მე ეგ ვერ უშველის ეკონომიკას ხო? რა თქმა უნდა. ვერ მოვიტყუებთ თავებს. ამიტომ გრძელ ვადაში რასაკვირველია ავტორიტარიზმის, ავტორიტარული მართლობა თუ მას არ ამყარებს რაიმე, იქნება ეს ბუნებრივი რესურსები თუ სხვა რაღაც ეკონომიკური დოვლათი, რომელიც თვითკმარ რეჟიმში გააჩნია ცალკეულ სახელმწიფოს, ის ტოტალიტარიზმს ვერ შეინარჩუნებს და ავტორიტარულ მართლობას ვერ შეინარჩუნებს და სწორედ ეს არის ევროპული პერსპექტივიდან თუ დასავლური პერსპექტივიდან გამოსავალი ცუდი მოსასმენია, ვიცი, მაგრამ ეს არის სწორი გზა, იმიტომ რომ ეს არის საქართველოს თუ მოაქცევ იზოლაციაში და შეძლებ რომ რეგიონში ურთიერთობები მაინც შეინარჩუნა და მაინც არ დაკარგოს. სომხეთს და აზერბაიჯანის სხვა ვითარება რომ იყოს, მაშინ პრაქტიკულად დაიკარგებოდა კავკასია, ხო? ეხლა ეს მოცემულობა ასე არ არის. იქ ხერხდება რომ ეს ურთიერთობები გაღრმავდება. დერეფანი სხვანაირად გადანაწილდება, საქართველოს გარკვეულწილად საქართველოს მნიშვნელობა შემცირდება დროებით ამით, მაგრამ ამ ფორმით გრძელვადაში შესაძლებელი იქნება რომ საქართველოსთან მომავალში ურთიერთობები ისევ ისე აღდგეს, როდესაც რეჟიმი რაღაც ეტაპზე გამოშიგნის ეტაპზე წავა. ნამდვილად, ხო, ვნახოთ, ხო, მართლა ძალიან მძიმე მოსასმენია ნინო ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არის რეალობა და რეალობა მძიმეა და ამას თვალებში უნდა შევხედოთ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ნინო კალანდაძე ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი.